საქართველოს განათლების სამინისტრომ გვამცნო, რომ თურქმენეთთან გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმი. ეს ღა გვაკლდა. ალბათ ყველა მიცით, რომ თურქმენეთში მემკვიდრეობით გადადის პრეზიდენტობა და დიქტატურული სახელმწიფოა. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების შეფასებით, თურქმენეთი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დახურულ და რეპრესიულ სახელმწიფოდ ითვლება. მაგალითად, Freedom House-ი თურქმენეთს 100 ქულიდან მხოლოდ 1 ქულას ანიჭებს, მაშინ როცა მაგალითად რუსეთს 12 ქულა აქვს, ბელორუსს 7, ჩვენ ჯერ კიდევ 55. რაც შეეხება თურქმენეთის განათლებას, თურქმენეთში მთავარი წიგნი არის რუჰნამა, ანუ სულის წიგნი. ეს არის წიგნი, რომელიც ყოფილმა პრეზიდენტმა საფარმურატ ნიაზოვმა, იგივე თურქმენ ბაშმა დაწერა და რომელიც სახელმწიფო იდეოლოგიად და ნიაზოვის პიროვნების კულტის საფუძვლად იქცა. წიგნი აერთიანებს თურქმენეთის მითოლოგიზებულ ისტორიას, მორალურ დარიგებებს, რელიგიურ მსჯელობებს და თავად ნიაზოვის ავტობიოგრაფიას. ეს წიგნი სავალდებულო იყო სკოლებში და უნივერსიტეტებში. სახელმწიფო სამსახურში დასაქმებისთვის მისი ცოდნა აუცილებელი იყო. მართვის მოწმობის ასაღებადაც კი გამოჩნდა საბარებდნენ რუჰნამაში. უზარმაზარი ძეგლიც კი დაუდგეს ამ წიგნს. არც შემდეგი პრეზიდენტი, ახლანდელის მამა, არ ჩამორჩა ამ ტრენდს. მან ათეულობით წიგნი დაწერა სხვადასხვა მიმართულებით. მედიცინაზე, სამკურნალო ბალახებზე, ცხენებზე, თურქმენულ კულტურაზე, ისტორიაზე და სახელმწიფო იდეოლოგიაზე. მისი წიგნებიც ეტაპობრივად შევიდა სასწავლო პროგრამებში. და ეს არის ქვეყანა, რომელსაც ჩვენი დე-ფაქტო ხელისუფლება, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი, უწოდებს სტრატეგიულ პარტნიორს და საიმედო მეგობრად ასახელებს. მსოფლიოში ყველაზე ჩამორჩენილ სახელმწიფოების რიგებში მიგვაქანებენ. ნუ თუ ეს არის ჩვენი მომავალი.